მაშ ასე დუეტი. მერაბ შალელაშვილი და თამას სამადალაშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა, შემოწმების განაცო. მიგესო ჟიურის წევრებო, დარბაზის მაყურებლებო, ტელემაყურებლებო და თლიანად თელ საქართველოს მივესალმებით. საინტერესო დუეტია რომ იცოდეთ. შინაარს ვიწყებ თავიდან შესავალს. კი ბატონო, ჩვენ დღეს საუბრებით მე ცოტა. შალელაშვილი ისრაელიდან. კი ბატონო. ჩემი ძველი მეგობარი 50 წლის მეგობრები ვარ და ჩამოსული ახლა ჩემთან სტუმრად და მოვიწადნეთ გამოსულიყავით გამაცინე ძალიან მისასალმებელი ალბათ ნამდვილად ეს ფაქტი რომ პირველი პრეცედენტია ჩვენთან რომ ისრაელიდან მზადდება სტუმარი ჩვენს გადაცემაში. ძალიან მაგარია, გვიყურებთ. ძალიან კარგი, ესე იგი ისრაელიშიც გვიყურებთ. რა თქმა უნდა, გვიყურებთ. ბატონო, განწყობა როგორი გვაქვს? მაგარი რამეა. მიიღეთ ჩვენი სიყვარული, სიტკბო და სიყვარული ისრაელიდან ჩვენ საქართველოს. გვიყვარებთ ძალიან, ძალიან მიყვარხართ. აქედან ისრაელს გოლიცხა. აში მეგობრებო. ესე იგი ძალიან საინტერესო ისაგად მე დავიწყებ ბატონი მერაბით. ასაკი არის 50 წელს გადაცილებული, ანუ 51-ის არის. შეგვიძლია ვთქვათ. აჟდოდში ცხოვრობს მერაბატონი და განათლება უწერია ძალიან საინტერესოდ. 22 წელი ვიცხოვრე იმერეთში. არის განათლება. როგორ გეკეთება? ეგ არის თუ არა. ეს არის დაახლოებით 4 უმაღლეს სასწავლებელი და აბა რა. 4 შემდეგ წაველი ისრაელში. ბატონი თამაზი მურადი როგორც გაგეხარდებათ ასე გონი დამზანდებით. დიახ. განათლება საქმიანობები გაქვთ ისეთი ძალიან კარგი. ღვინის ტექნოლოგიური აქვს დამთავრებული. შვენიერი. საქმიანობა ღვინის დეგუსტატორი არის. ამჟამად ღვინის დეგუსტაციითა და სხვათა შორის მე ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე რომ ქართლის ღვინოები არის ძალიან კარგი. დაბალ გრადუსით საქეიფო მოსალხენი ღვინოები ნამდვილად ერთი-ორი სიტყვა მეც მეთქვის ამ საკითხში. მე წარმატებები მინდა გისურვოთ ასეთი დუეტი პირველად არის ჩვენს ნამდვილად და ძალიან სასიხარულოა ეს ამბავი. და იმედია ჩვენი მოძმე ისრაელიდან ხშირად გვესტუმრებიან და პირველი მერცხალი ეს არის დასაწყისი. ეს არის პირველი მერცხალი. კარგია. ჩემო ბატონებო, წესები ვიცით. წესები ვიცით, მაგრამ ამ შემთხვევაში შესავალს ვიტყვი. აბა, გისმენთ. ეხლა მე რასაც წარმოგიდგენთ, ეს ჩემი კურიოზებია თუ შემთხვევები თუ მონოლოგები, ეს არის სულ პრაქტიკულად ან ჩემზე გადახდენილი, ან ჩემთვის ძალიან მომხდარი. ისე რომ აი მოგონილი და ტყუილი და რაღაცები ნამდვილად არ არის. დაკაი. ეხლა ამ შემთხვევაში რახან ჩემ გვერდზე დგა ჩემი მერაბი ებრაელ კაცზე მინდა რაღაცა მოყვე გორში გადახდენილი. აჰა, ჩავთო დრო. ჩართე. 3 2 1 რუბენა ერქვა მოვაჭრე კაცი იყო, როგორც ვაჭრობა უყვართ, ამათ ყიდვა გაყიდვა ჯერჯერობით კომუნისტების დროს. გორელი კაცი და მილიციამ დააკავა, როგორც წესი ვაჭრობის იმაზე უშილდნენ ხოლმე. რო დააკავეს, მილიციას უბრალოდ უთხრა გენათვალე, კამერას ვერ ვიტან, ძალიან მოხუთული ჰაერია შეგავდა, გამიშვიო. რასაც მეტყვი, იმას შეგისრულებ. მე რა უთხრა, აბა, შავი ორგანო მომიყვანო, მოდაში იყო მაშინ. მოგიყვანო. წამოვიდა და მივიყვანა თეთრი. შავი ვერ იშოვარ. ეს რა არისო, მილიციას უბრალოდ მოუთხრა და გენათვალე. თეთრია, მაგრამ შავად მოგახმარებს კაცო, რას? კარგია. გაეცინა ნიკოლოზ, გაეცინა. კარგია. იცოდი ეს ისტორია? ვიცოდით. მაგრამ მაინც გამეცი. ყველაფერი იცის. თუმცა 50 ვარი თქვენია, მშვენიერი დასაწყისია. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ თამაში. ებრაელი კაცი კვდებოდა, ჩავთვით. ებრაელი კაცი კვდება, ჩავ. 3 ერთუთი 3 მე რა ვიზარეწინება, შეთანხმებული ვარ. ალაგე ნიკოლოზ. ხო, ყველა გვდებით ხოლმე ასე. ზალაშია რა, ცენტრი დასვენებული ჯერ არ მაკდა რა და დაუძახა სუაკაყარ სუყოლანიო, კიო. 3 კი. 2 1 შვილებს სულ სუყოლას დაუსუყოლანი აკახართო, კიო და გაიკითხა და მეორე ხარეზე და ტუალეტში და ვანაში შუქიენთო. და თუ ყოლანი აკახართ ის შუქი რაღაც გინთიათო, ეკონომიური ხალხი ეს ებრაელები თავისთავად ცხადია და გააკრიტიკა. ერთი ჩვენებური ქალმა იყიდა საათი და ამოიარა უბანში და იქ პაპა ჩემიზის რაღაცა დამაჯერებელი რო იყოს. და უთხრა რომ ხბოდა გოჭი გამომექცაო და აქეთ ხوار ამოურბენიათო. პაპა ჩემო უთხრა რომ ხბოზე იდგა იქ და გოჭი ახამყაო.
აბა მაჩვენეოდა აგერ არის. კოჭი დავიჭირე. არგია ისე ნიკოლოზ გაეცინა და სილარიც თქვენია. აბა რა შვიდით ვაგზელებთ თამაშს. გავაგზელოთ. მე უნდა გავაგზავნო. რა უნდა გავაგზავნო? ერთად გადაწყვიტეთ. ერთად გადავწყვიტეთ. ვაგზელებთ 3, 2, 1. ზაფხულის პერიოდია არადაგების და სტუმარი მიყავს ჩამოსული თბილისიდან. მეუთხარი წავიდეთ მეთქი საბანაოდ პატარა არხზე გუბე რაღაცა და ვიბანაოთ მეთქი და პატარა ვიწრო ორღობეში მოვდივართ სოფლურად ვლაპარაკობს ორღობეში. ხო და იქ მეორე ხრიდან საპირისპიროდ მოდიან ქათმები დედლები და ერთ-ერთი დედალი აფრინდა და ცოტა მოვაფრთხეთ მოусვენა და ძიმე იყო ვერაფრინდა ხელში მომაფრინდა. ავიღე ეს დედალი მაღლა ავაფრინდე რა მე ვთქვი გავაფრინდი ეს დედალი. ძიმე იყო ძალიან ვთებით ვერ მოერია და დაეცა. რო დაეცა ერთი ნაღდი კვერცხი გავარდა 2 მეტრში გაგორდა. ხო და ეს მეორე კვერცხი თოთლო რო ხომ იქვე გასკდა. მეზობელი ჩამოვიდა მიუგდა დედაჩემს ეს. თოთლოკვერცხი. კარგია, ნიკოლოზ, გაგეღიმავ. 200 ლარი უკვე თქვენ. ჩამირთე. ეს უნდა დავამთავრე სიაჩი. აში მოვემზადოთ 3, 2, 1. მეზობელმა ქალმა ვისიც იყო ეს დედალი აიღო და მიუყანა დედაჩემს და შეუგდო ეზოში. მკვდარი უკვე ის გახეთქილი უკან რამეს უყურებ სისხლი კი დაცალა. აი ეს ქათამიო და ახალი დაიჭირეს კარგი და წაიყვანა ის. რომ მივედი სახში მამაჩემ კამრით ამცემო. შენ ხო არ მოგიდე ხან ქათანს მოკლავ ხან იმას გოჩსო ხან ინდაუცო და დამსეს კუთხეში დატოქსული ვარ და ეს დედალი მოხარშეს კაი ჩიხითმა გააკეთეს ის კვერცხიც ხო იყო ისიც წავიღეთ. მიწაუღო მეზობანი იქ რო გაივარდა. ჩიხითმა სუყეს და საღამოთი დასხნე და მე იქ დავზივარ ნამტილარი ვინაცემ და მამაჩემმა მოაჭრა კაი დიდი ბარკალი თავის იმით ნახევარი და ჩაასველ ამ ჩიხითმაში და გაკლეცა. მე ვუთხარი. წეღალ კამრიდან წევემეთი მაგდადი გულდი ახლა. ახლა კარგა უბრალოდ მაგათაცემეთი. გაკლეცა. კარგია. 400 ლარია. ეხლა განა არ გავაგზელებ, მაგრამ ჩემი დღენი ამის შოუს უყურებ. რომ ივა 1000 ლარზე, მანამ არა უშავრე, ხან იცნის, ხან ეხა. მაშინ მააგოდება ბებია, მკვდარი, მამა, პაპა, აი ვიხაცა. წინაპრები და ვერ გააცნებ და დამა არ მეტი არ მინდა, წავედ. ანუ შევწყვიტოთ თამაში? ახლა კაცაც ხوار ვაზარვები, ცოტა. მადლობა. ვერინება. გაიგო სექტი გამოვიდეს ფული. სანამ გვედოხმადიძებ ტალანტზე ანა ჩვენებადები პარა. მოდი აქ. მოცა. ეკა პაპატები. უღმესი. გაიხარა. კარგია, ვიყურებთ. მადლობა. ადამიანებია. აბა, გენერალ. აბა, ჩვენ გავაცნობთ.